როგორც უკვე დავიწყეთ საუბარი დღევანდელი ლექციის დროს, ჩვენი მთავარი თემა მსოფლიო თეატრის ისტორიის პერიოდიზაციაზე საუბარი, მაგრამ სანამ უშუალოდ პერიოდიზაციაზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანი იქნება დავიწყოთ თავად თეატრის შესახებ საუბარი, ანუ რა შეიძლება ჩვენ მივიჩნიოთ თეატრის საწყის ფორმად. საწყის ფორმად თეატრისთვის აღიარებულია რიტუალი და სარიტუალო ქმედება. კერძოდ, როდესაც უფრო ღრმად შევალთ თეატრის ისტორიის შესწავლაში, ჩვენ უკეთესად დავინახავთ იმასაც, რომ სათეატრო ხელოვნება ორ დიდ ნაწილად იყოფა. ანუ იყოფა საკრალურ თეატრად, მეორენაირად რელიგიურ თეატრად და პროფესიულ თეატრად. საკრალური რელიგიური თეატრი საკმაოდ დიდ და ვრცელ პერიოდს მოიცავს თეატრის ისტორიის განვითარებაში. ამიტომაც რიტუალზე საუბარი ჩვენ ლოგიკურად გვეჩვენება. ჩვენ რომ რიტუალს შევხედოთ დეტალურად, დავაკვირდეთ უფრო ზუსტად, ამიტომაც ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები უნდა განვიხილოთ და ეს შემადგენელი ნაწილები შემდეგნაირად გამოიყურება. ეს გახლავთ ჟესტი, ეს გახლავთ მიმიკა, პლასტიკა, რიტმი და ხმოვანი და მუსიკალური თანხლება. თუ ჩვენ ამ ჩამონათვალს განვაზოგადებთ, ჩვენ ნახავთ, რომ პრაქტიკულად შემადგენელი ნაწილები საკმაოდ ახლოს დგას სათეატრო ხელოვნების ასევე ძირითად კომპონენტებთან, ანუ გამომსახველობით საშუალებებთან. უძველესი რიტუალი პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ როგორც სათეატრო სანახაობის ყველაზე მარტივ ერთეულად, რადგანაც რიტუალების გაერთიანება შემდგომ ჩვენ გვაძლევდა პირველყოფილ რელიგიურ მისტერიებს, რომლის შესახებაც ჩვენ ასევე მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენი ლექციების განმავლობაში მსოფლიო თეატრის კურსის ფარგლებში. როგორ გამოიყურება თეატრის ისტორიის პერიოდიზაცია? რასაკვირველია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ უნდა პირველ პერიოდში უძველეს თეატრში მოვაქციოთ წინარე სათეატრო ფორმები, მათ შორის პირველი რიტუალები, საკრალური მისტერიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ თეატრის წარმოქმნაზე და მის საწყისზე. უძველესი თეატრის შემდეგ ჩვენ გამოვყოფთ ანტიკურ თეატრს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვექნება ძველ საბერძნეთზე და რომზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ასევე რამდენიმე ძირითადი ეტაპი გამოვყოთ, თუმცა უშუალოდ ანტიკური თეატრის საუბრის დროს ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ პერიოდიზაციის შესახებ, მაგრამ ეხლა შესავალში ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ სამი ძირითადი ეტაპი გამოვყოთ. ეს გახლავთ ელინური პერიოდი, როდესაც ანტიკური თეატრი მთლიანად ბერძნულია, ელინისტური პერიოდი, როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს რომაული გავლენა თეატრის განვითარებაზე, ანუ რომი იპყრობს საბერძნეთს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე რომაული პერიოდი ბერძნულ თეატრში და თავად რომაული თეატრი, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ბერძნული თეატრისაგან. შემდგომში ჩვენ ვსაუბრობთ შუა საუკუნეების თეატრზე, რომელიც ისტორიული შუა საუკუნეების მხოლოდ ნაწილს მოიცავს და ის ჩამოყალიბებული არის პრაქტიკულად ქრისტიანული პერიოდის დასაწყისში და შუა საუკუნეების თეატრზე საუბრის დროს ჩვენ ვსაუბრობთ მე-5 საუკუნიდან და დაახლოებით მე-14 საუკუნის ჩათვლით. მე-14-მე-15 საუკუნის ჩათვლით. მას მოყვება აღორძინების ეპოქის თეატრი,
რომელიც მოიცავს მე-15-მე-17 საუკუნეებს, აღორძინების ეპოქას მოყვება ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქის თეატრი. შემდგომში ჩვენ გვაქვს განმანათლებლობის ეპოქის თეატრი, რომანტიზმის ეპოქის თეატრი, კრიტიკული რეალიზმის ეპოქის თეატრი, ახალი ეპოქის, უახლესი ეპოქის, რომელიც პრაქტიკულად მე-20 საუკუნის დიდ ნაწილს მოიცავს და თანამედროვე თეატრი, რომელიც რეალურად ჩვენს დროში, ჩვენს გარშემო არსებულ თეატრს მოიცავს. თუ ამ პერიოდიზაციას ერთიანად გადახედავთ, თქვენ ნახავთ, რომ პრაქტიკულად თეატრის ისტორიაზე საუბრის დროს, ანუ კლასიკური თეატრის ისტორიის პერიოდზე საუბრის დროს, ჩვენ ძირითადად მაინც საუბრობთ დასავლური ტიპის თეატრის შესახებ და მსოფლიო თეატრის ისტორიის კურსის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დასავლური ტიპის თეატრით არის აგებული და მეორენაირად შემთხვევით არ არის ხოლმე რომ ხშირად დასავლური თეატრის ისტორიასაც კი უწოდებენ. თუმცა ჩვენ შევეხებით რა ძირითადად დასავლურ თეატრს მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პერიოდების დროს ჩვენ გავაერთიანებთ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებს და სწორედ ამიტომაც არის ჩვენი კურსი მსოფლიო თეატრის ისტორიის კურსი, რადგანაც უძველესი თეატრის დროს ჩვენ მაგალითად ვისაუბრებთ ეგვიპტეზეც, ვისაუბრებთ ინდოეთზეც, ვისაუბრებთ ჩინეთზეც, ისევე როგორც შუა საუკუნეების დროს ჩვენ ვისაუბრებთ კვლავ ჩინეთზე, იგივე ვთქვათ ინდოეთში თეატრის წარმოქმნაზე, იაპონიაში და ასე შემდეგ ეს გაყვება სხვა პერიოდებსაც თუ შესაბამისად დასავლური თეატრალური მოდელის განვითარების დროს როგორ ვითარდებოდა თეატრები სხვადასხვა ეპოქა სხვადასხვა კონტინენტებზე და სხვადასხვა ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი შუა საუკუნეების თეატრისა ის ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შუა საუკუნეების თეატრი ძირითადად 4 ფორმასთან იყო დაკავშირებული. ეს ძირითადი ფორმები იყო მირაკლი, მორალიტე, მისტერია და ფარსი. ჩვენ ამ ფორმებზე გაცილებით უფრო დეტალურად და დაწვრილებით ვისაუბრებთ თავად შუა საუკუნეების თეატრზე საუბრის დროს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თეატრის კურსის სწავლების დროს პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვექნება 2 კურსი, რომელიც მოიცავს უძველესი თეატრიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით, სწორედ ამ 2 კურსის 2 სემესტრის განმავლობაში 1 წლის პერიოდის მონაკვეთში ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ანტიკურ პერიოდზე, ასევე შუა საუკუნეების თეატრზე. მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ასევე არის უძველესი ადამიანის ცნობიერება, რადგანაც სწორედ ეს ცნობიერება განაპირობებს გარკვეულწილად ხელოვნების სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბებას და მათ შორის სათეატრო ხელოვნების ფორმის ჩამოყალიბებასაც და მის განვითარებას როგორც დასავლურ ცივილიზაციაში, ასევე არამხოლოდ ევროპულ კონტინენტზე, ასევე სხვადასხვა ადგილებშიც. ადამიანის ცნობიერების შესწავლისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის და ბუნების დამოკიდებულება, რადგანაც ადამიანის და ბუნების ურთიერთობაში ხდება მისი განვითარება და ამავე დროს ეს არის პირველი დიალოგი, რომელსაც ადამიანი იწყებს სამყაროსთან, ანუ ბუნების საშუალებით ის იწყებს სამყაროსთან ურთიერთობას და ურთიერთობას კოსმოსთან. შემდგომი ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ
უძველესი რელიგიური ფორმები და მათ შორის გამოსაყოფი არის აუცილებლად ტოტემიზმი და პირველი რელიგიური კულტები. ტოტემიზმი გახლავთ იმ სახის რელიგიური ჩანასახები, როდესაც ადამიანთა ჯგუფები გარკვეულწილად აკავშირებენ საკუთარ თავს გარკვეულ ცხოველურ ან ბუნებრივ წარმოშობასთან, ანუ ისინი მემკვიდრეები არიან რომელიმე ტოტემისა და შემდგომ ეს ტოტემი იქცევა მათი რელიგიური ცნობიერების საფუძვლად, საწყისად. თქვენ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ტოტემის, რომლის შესახებაც მრავალი საინტერესო შრომა არის შექმნილი და ტოტემიზმი ერთ-ერთი პირველი რელიგიური ფორმებია, რომელიც კვლავ აგრძელებს ადამიანის დიალოგს ბუნებასთან და მნიშვნელოვანია, რადგანაც ტოტემიზმის დროს უკვე ჩნდება პირველი რიტუალები, ისეთი რიტუალები, სადაც ჩნდება ნიღაბი, რაც სათეატრო ხელოვნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ნიღბები უძველეს ტოტემურ რელიგიებში ცხოველური სახისაა, მოგვიანებით ნიღბებში ჩვენ უკვე ხვდებით ადამიანურ გამოსახულებასაც, რომელიც ღმერთებს ან სხვადასხვა სტიქიებს ასახავდნენ, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან სწორედ ტოტემისში ჩვენ გვაქვს პირველი ჩანასახი ისეთი რიტუალებისა, რომლებიც უკვე იყენებდნენ ნიღბებს, სათეატრო ფორმის ამ აუცილებელ კომპონენტს და შესაბამისად პირველ სხვადასხვა კულტებშიც, რელიგიურ კულტებშიც, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი და ჩვენამდეა მოღწეული ინფორმაცია, სარიტუალო ფორმები უფრო მეტად და მეტად რთულდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე გახლავთ ზოგადად ცოდნის საკითხი. ანუ რა ადგილი უკავია ცოდნას, რა არის ცოდნის შენახვის და გადაცემის საშუალებები. და უკვე უძველეს ადამიანებთან და უძველეს ცივილიზაციაში ცოდნა ორ ნაწილად იყოფა პრაქტიკულად. ცოდნა, რომელიც შეიძლება უბრალოდ არსებობდეს და საკრალური ცოდნა, ანუ წმინდა ცოდნა, რომელიც განსაკუთრებულად გადაეცემათ ადამიანებს და აი ამ საკრალური ცოდნის გადაცემისთვის ადამიანებს ჭირდებათ გარკვეული მომზადება, გარკვეული მზაობა, რაც დაკავშირებული არის შემდგომ სპეციალური ინიციაციების სისტემის შექმნასთან, ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, გარკვეული გამოცდების შექმნასთან და ამ გამოცდების ჩაბარებასთან და მხოლოდ ამ გამოცდების ჩაბარების შედეგად თქვენ გეძლევათ საშუალება საკრალური ცოდნის მისაღებად. საკრალურ ცოდნაში უძველეს დროში დღევანდელი ჩვენი გაგებით ყველაზე მარტივი საკითხებიც კი შეიძლება შედიოდეს. თუნდაც მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ ქალიშვილის და ვაჟიშვილის მზაობა უკვე სექსუალური ცხოვრებისთვის ის გარკვეული ინიციაციის შედეგად ხდებოდა, ისევე როგორც ყმაწვილისგან მამაკაცად ჩამოყალიბება და ეს იყო მთელი რიგი ინიციაციები, რომლის გავლის შედეგადაც ის უკვე პირველ ყოფილ თემში მამაკაცად ბრუნდებოდა და აი ეს ინიციაციები ის გავლა მას საშუალებას აძლევდა უკვე გარკვეული ცოდნა მიეღო. ისევე როგორც ცოდნა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ნადირობა დაეწყო, დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენ რო გადმოვიტანოთ, თქვენ თუ არ ჩააბარებთ და საბოლოო გამოცდებს სკოლაში, თქვენ ვერ მიიღებთ უფლებას, რომ სწავლა გააგრძელოთ უმაღლეს სასწავლებელში. ესეც გარკვეულწილად, თქვათ, უძველესი ტრადიციის თანამედროვე
ვერსია არის გარკვეულწილად ინიციაციის გავლისა იმისა, რომ თქვენ მიიღოთ უფლება შემდგომ საფეხურზე გადასვლის. ანუ ინიციაცია პრაქტიკულად ადამიანის ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლისთვის მომზადება და დასტური გახდათ ერთდროულად. უძველეს რელიგიებში ჩვენ ასევე გვხვდება ექსტაზი, ტრანსი და ექსტაზის და ტრანსის ორივე დაკავშირებულია შამანიზმთან. ანუ ჩვენ რომ ვისაუბროთ პირველყოფილ რელიგიებზე, პირველყოფილი რელიგიები, რომელიც ჩვენამდე არის მოღწეული განსაკუთრებით ჩვენ ფართოდ გვხვდება ამერიკის კონტინენტზე, იგივე ავსტრალიაში, იგივე ციმბირის ტერიტორიაზე და აი ამ უძველეს ფორმებს, რომელიც ჩვენამდე არის მოღწეული, შამანიზმი ეწოდება და შამანიზმში სწორედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექსტაზ და ტრანს და ეს არის ასევე ძალიან საინტერესო, რადგანაც ეს ის ფორმები არის, რომელიც აი ამ რელიგიურ უძველეს ფორმას აკავშირებს სათეატრო ხელოვნებასთან და სათეატრო ფორმასთან. შეიძლება თქვენ დღეს ეს ცოტა უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ თეატრის შესწავლის შედეგად, რაც უფრო გავა დრო, რაც უფრო ღრმად შეისწავლით თეატრს და განსაკუთრებით თანამედროვე თეატრს და თანამედროვე ძიებებს, თქვენ მიხვდებით თუ რა დიდი კავშირი არის თეატრსა და რელიგიურ ფორმებს შორის სხვადასხვა ეპოქაში და მათ შორის პირველყოფილ საზოგადოებებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მატრიარქატიდან პატრიარქატზე გადასვლა, ანუ მატრიარქალური წყობიდან პატრიარქალურ წყობაზე გადასვლა, რადგან ესეც ცნობიერების ცვლის ძალიან სერიოზული მდგომარეობა და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის იმისთვისაც, რომ ჩვენ თქვათ რამდენიმე ვერსია წარმოგიდგინოთ დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან, თეატრის წარმოქმნასთან და ამ შემთხვევაში ვთქვათ გამოვიყენოთ სხვადასხვა რელიგიური ვთქვათ მითოლოგია იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ ერთიანი სურათი თუ როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო აუცილებლობა სათეატრო ხელოვნებაში, ანუ აუცილებლობა თავად თეატრის არსებობაში. და ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ თეატრალური გეოგრაფია, სათეატრო გეოგრაფია, რომელიც ჩვენ მოგცემს ერთიან სურათს იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ არის თეატრი და სათეატრო ფორმები გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში და ეს ჩვენ ძალიან საინტერესოს დაგვანახებს როგორც მსგავსებას, ასე განსხვავებას სხვადასხვა კულტურებს შორის. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ სათეატრო ხელოვნება პირველ რიგში ყველაზე საინტერესოდ გვეჩვენება იმ თვალსაზრისითაც, რომ ის პრაქტიკულად კულტურათა დიალოგის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩვენ ვილაპარაკოთ ეთნიკურად ერთგვაროვან სათეატრო ხელოვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ პრაქტიკულად ტრადიციულ სათეატრო ხელოვნებებზე, რომელიც კონკრეტულად რომელიმე ერთ ქვეყანაში არის განვითარებული და სხვა ქვეყანაში ჩვენ ისეთი ფორმა არ გვხვდება, მაგრამ თანამედროვე თეატრი სწორედ დასტური არის კულტურათა დიალოგისა, რადგანაც დღეს თქვენ უკვე შეგიძლიათ აბსოლუტურად უცხო, განსხვავებული თეატრალური ფორმები და ხერხები იხილოთ სრულიად განსხვავებულ სათეატრო და კულტურულ გარემოში, რადგანაც კულტურა სწორედ ისწრაფვის, ესეთი დიალოგისთვის და კულტურა ისწრაფვის მსგავსი თანამშრომლობისათვის.